დღეს ჩვენი გაცემის სტუმარი გახლავთ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ვაჟა შუბითიძე. ბატონო ვაჟა, ძალიან დიდი მადლობა რომ მოგზანდით, გამონახედით დრო და მინდა ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების ტურნესა და თურქეთში, თუმცა რთულია ისე ვთქვა ჩვენ გუშინ ველოდით რომ ეს მოლაპარაკება დაიწყებოდა, მაგრამ გადმოიტანეს 16-ში. ყოველთვის ეხება ახლო აღმოსავლეთს, ამ ბოლო დროს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მართვის სტილი, რომლის დევიზი არის რომ კვლავ დაუბრუნონ ამერიკის შეერთებული შტატების ძველი დიდება, არის ერთგვარად განსხვავებული. მე ვიტყოდი განსხვავებული არ ალბათ გაშიშვლებული, იმიტომ რომ პოლიტიკა ალბათ ყოველთვის ასეთი იყო, უბრალოდ ეს ლამაზად იყო ძალიან შეფუთული და უმეტესწილად ზოგადად ის ხდებოდა, რასაც ახლა ვხედავთ რომ ხდება და საკმაოდ წარმატებული არის ამერიკის შეერთებული შტატების მედია ყოველ შემთხვევაში დასავლური ამას იუწყება და ჩვენიც რა თქმა უნდა ამ ინფორმაციას ავრცელებს, რომ ეს ტურნე ძალიან წარმატებული იყო, განსაკუთრებით ყატარის მომენტს გამოყოფენ. იქ 1.2 ტრილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა ტრამპმა, ყატარმა მისცა თვითმფრინავების ბოინგების შეკვეთა, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების შეკვეთა, ხოლო მანამდე უშუალოდ ტრამპის კომპანია, რომელსაც მისი ვაჟები მართავენ, მან მიიღო ძალიან დიდი შეკვეთა სამშენებლო ბიზნესი და სამშენებლო მიმართულებით, ხოლო თავად ტრამპმა 400 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების თვითმფრინავი, საჩუქრად მფრინავის სასახლე ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით ამერიკის პრეზიდენტს ეკრძალება $400-ზე მეტი ღირებულების საჩუქრის მიღება, მაგრამ ტრამპმა თქვა მე მივიღებ ამასო და უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ თავის ბიბლიოთეკას გადასცემს. და ამის პარალელურად ჩვენ გავიგეთ, რომ თუმცა დღეს უნდა დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთსა და უკრაინის დელეგაციებს შორის და იქ უოტკოპი და მარკო რუბიო, პირიქით უნდა მეთქვა ჯერ მარკო რუბიო და შემდეგ უოტკოპი გამომდინარე რანგიდან და სტატუსიდან იმყოფებიან. ტრამპს თქვა და რუბიომაც დაადასტურა, რომ ტრამპი თუ არ შეხვდება პუტინს, ამ საქმიდან არაფერი არ გამოვაო. რა ბრწყინვალების პოლიტიკას ატარებს ამ შემთხვევაში ტრამპი და ახლო აღმოსავლეთში, აი ის ყატარში თუნდაც მისი და მანამდე ხო საუდის არაბეთშიც მისი ეს ჩასვლა რა შედეგს გამოიღებს, რაზე არის გათვლილი. ანუ ეს საერთაშორისო მილსადენების ამბავი, ხო? ყატარიდან ეს სირიის ამბები რო დაიწყო და ალჯულანი ალ-შარა გახდა დემოკრატი. გასაგები იყო, რომ იქ რაღაცა მილსადენის ამბავიც იქნებოდა, ანუ რას ალაგებს ახლო აღმოსავლეთში ტრამპი და ამ ფონზე, როდესაც აი ასეთი გავლენები და ასეთი ფული ტრიალებს გეოპოლიტიკაში, ჩვენ რა შანსი გვაქვს ჩვენი წონის სახელმწიფოს, რომელსაც არც ფული გვაქვს და არც რაოდენობით გამოვირჩევით, მხოლოდ ისეთ უხერხულ ადგილას ვართ, რომ ყველას ყელში ვეჭხირებით. მე ვესალმები თქვენს მაყურებელს. იმდენი თემა წამოსწიეთ ახლა წინ. რომ მივყვეთ, ანუ მივყვეთ ზამკლებით გავაკეთე, კი ბატონო. თანმიმდევრობით. დიახ. პირველი რა შეიძლება ითქვას, ეს არის რეალ პოლიტიკა. ანუ პოლიტიკური რეალიზმი მორგენთაუსა და სხვათა ცნობილი ეს თეორია თქვათ. ის რაც ადრე კულუარებში კეთდებოდა, ახლა ღიად მიმდინარეობს ბევრი რამ. ნელ-ნელა ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი და ბუნებრივია ახლა ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ეს ერთი ხელის დაგვირით არ ხდება ასეთი რამის გაკეთება. ახლა იყო ასეთი მოხაზრება, რომ ბიზნესმენი თქვა მოსვლა ხელისუფლებაში გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ვინაიდან მეთოდები თქვა, რომელთაც იმართება ბიზნესი, ყოველთვის არ წარადგება პოლიტიკურ იმებს, მაგრამ თუმცა ბაიდენი რო ბიზნესმენი არ იყო, ვერ ვიტყვით, ახლა ისეთი დალაგებული პოლიტიკა იყო. მაგრამ აგერ ტრამპმა ფაქტიურად გაფანტა ეს რა ქვია, მაგრამ ტრამპს უკან უდგას უძლიერესი სახელმწიფო. ახლა ივანიშვილის რო ასეთი ძლიერი სახელმწიფო დგამოდა, თქვა, მისი მეთოდები შეიძლება უფრო, მაგრამ ნუ სუსტი საქართველო თან ბერგედები ივანიშვილის ისეთი არ აქვს, ბუნებრივია როგორც ტრამპს, ხო? ამიტომ ტრამპის მეთოდები ამ შემთხვევაში რა ქვია, შედეგს იძლევა, რომ ეტყვიან. აი რას გულისხმობ შედეგში, დიახ, აი ახლა 4 ტრილიონი ესე იგი დოლარის აქტივები იმას ხნა, რა ქვია, მისმა ამ პოლიტიკამ თითქოს გიჟური, თითქოს არარაციონალური, მაგრამ რაღაც შედეგები დგება, ხო? დიახ. ახლა იგივე ყატართან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ახლა რუსეთისთვის არ იმუშავებს ტრამპი და საქართველოსთვის ეს ფაქტია. ანუ დემოკრატიისთვის ხო შეიძლება იმუშაოს? ყველას თავისი ქვეყანა ადარდებს ნორმალური თუ ახლა, რა თქმა უნდა და მე რა თქმა უნდა თავისი მოკავშირეები და მეგობრები. ამიტომ იგივე ყატარში ახლა
მას შემდეგ რაც რუსები გამოდევნეს ყატარიდან, იხსნება გზა ევროპისაკენ ყატარის გასასვლელად. რუსები ყატარიდან თუ სირიდან? ბატონო? სირიდან თუ ყატარიდან? სირიის გავლით. ისა ყატარიდან კი არა, სირიდან რო გამოდევნეს, მოდი შემეშალა ხო. რომ ესე იგი, აქამდე რუსმა ძალით გადაჭრა და არ გაუშვეს მისადენი და ახლა როცა რუსები განდევნეს სირიიდან, ყატარის ეაფი გაზი შევა ევროპაში და ახლა რუსეთი ისედაც ვეღარ აზრდის. ადრე 160 მილიარდ კუბურ მეტრს აზრდიდა. დღეს ახლა 10-12 მილიარდზე მეტრს ვეღარ აზრდის. ანუ ევროპული ბაზარი დაკარგა რუსეთმა. ახლა ამერიკა თავისი გაზს აზრდიდა, ბუნებრივია, ნორვეგიამ 122 მილიარდი მიაწოდა, მაგრამ ევროპის ბაზარი მზარდია და ყატარის თქვა ეაფი გასადენი ჯერ ფასებს დააგდებს სოფლიო ბაზარზე. ესაა მთავარი. რუსეთისთვის დიდი დარტყმა ეს ბუნებრივია. და რა ქვია, გავსვათ ერთი პერიოდი $2000-მდე ავიდა კუბო, როცა კრიზისი შეექმნა პანდემიის და განსაკუთრებულ პერიოდებში, ხო? ამიტომ რუსულ გაზზე თქვა მოთხოვნა თუ შემცირდება, რუსეთზე პირდაპირ დარტყმაა ეს. ისევე როგორც ნავთობზე ხედავთ, რომ ნავთობის ფასები ახლა რაც ტრამპმა გამოაცხადა ამ იმების შესახებ, 3% კიდე შემცირდა, აი 2 დღეში ფასები, ხო? ჩამოსდა $49. რუსული ბიუჯეტი $69-ზეა ნავთობის სამოში. ამიტომ უკვე $20 მოგებისა წაგებაში არიან რუსები, ხო? არის სერიოზული დარტყმაა. რუსი ისა ტრამპი ერთი ხელით რუსებს თქვათ თაფლაგვერის ის არის რა, თავაზობს, ეფერება და მეორე ხელით ძირავს საკმაოდ. ბუნებრივია, ხოლმე შექმნა წინაპირობები, რითაც წამოიყვანს მოლაპარაკებაზე, რა თქმა უნდა. კი ბატონო, საკმაოდ ეშმაკურად მოიქცე. მე ისე ტექნიკურად და დახვეწილი ის არის ფორმები, რა ქვია, რომ რუსები დიდი ალბათობით გააცურა მან, მე როგორც ვატყობ. მოეფერა, მოესიყვაულა, აქო ადიდა პუტინი წარმოაჩინა რაღაც სერიოზული მათაკეთიკით. მერე შესთავაზა პირობები დაუყოვნებლივ შეწყვეტის. ახლა რუსეთს ომის შეწყვეტა ამ შემთხვევაში არ აწყობს, რატო? არ აძლევს ხელს, რატო? გენერალიტეტი ამის წინააღმდეგია. ახლა ბუნებრივია, ომის დროს სამხედრო ხარჯები იზრდება, სამხედროების ჩინები, თანამდებობები მატულობს, ხელფასი ანაზღაურება, საწინააღმდეგო კორუფცია, ფულის უზარმაზარი ფული კეთდება ომში, განსაკუთრებით რუსული კორუფციული მანქანა ცნობილია სოფლიოში. ამიტომ ამ ომის თქვა შეჩერება პუტინისთვისაც არაა ხელსაყრელი, ვინაიდან დადგება მკაცრი რეალობის წინაშე რუსეთი. ომი აღარ არის, სამხედროები აღარ ჭირდება და ამ ლამის 700-800 კვლელი ხალხი რო დაბრუნდება სახლებში და არ დაახდება სათანადო პირობები, იმდენი ანაზღაურება უკვე. დაიწყებენ იმას, ძარცვა გლეჯოს, მოიმატებს, ხო, რა თქმა უნდა, დანაშაულის დონე, უკმაყოფილება, სოციალური გამოსვლები დაიწყება. ნუ ეს რო ეთქვია პირდაპირ დაარტყავს პუტინს. იმის მიუხედავად შეიძლება თქვა, რომს დაინარჩუნოს ეს ყირიმი, თქვა, ის 4 ოლქი. ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ მან რაც დაპირებაში მისცა რუსებს, ის ვერ შეასრულა. დაეკავებინა მთლიანად უკრაინა და კიევი, დენაციფიკაცია. მე არ მახსოვს, ესეთი ის ქონდა, რომ მთლიანად უკრაინის დაკავება? თქვენ უკრაინა რა თუნდოდა? დენაციფიკაცია კი, მაგრამ უკრაინის დაკავება არ მახსოვს. ესე იგი, რა ქვია, უნდა მომხდარიყო რუსეთის უკრაინის განიარაღება მთლიანად და ფაქტიურად უნდა დაეკავებინა, რა თქმა უნდა, ის 2 კვირაში ვარაუდობდნენ ამ ყველაფრის გაკეთებას და ფაქტიურად ეს სადღაც 20% არა, მე ამ შემთხვევაში დავი გულისხმობ, რომ მის ის იყო, რომ მთლიანად უკრაინა შეერთებინა მიზანი ეს. რა თქმა უნდა, ახლა უკრაინის ამხელა მასშტაბური ომის წამოწყება ნიშნავს, რომ ახლა მარტო ყირიმი სადაც ქონდა მაგას. ხო, ის ოლქის ფაქტიურად 4 ოლქის ფაქტიურად ტოპონირების რეჟიმში წავიდეთ, იმიტომ საინტერესოა რა იმალებამ ჩვენ არ გვაქვს ბევრი ის და ტოპონირებამ შეიძლება ბევრი ინფორმაცია მოპონირება შეიძლება რაღაცა უფრო მეტი მოგწეს. თუმცა აი სტამბოლში პირველად გამართული მოლაპარაკებების დროს ყირიმის გარდა არც არაფერს ითხოვდა ტერიტორიულს. არ არის მასე, რა ქვია, ყირიმი ისედაც ფაქტიურად ხელშეკრულებაში ასე ეწერა და არ არის მასე ორი საფუძველი. რუსეთმა კარგად იცის, რომ დე იურე ყირიმს არავინ არ აჩუქებს. არც დასავლეთი და არც უკრაინა არ დათანხმდა. დე ფაქტო კი,
რა თქმა უნდა, de facto ახლა როგორც ჩვენ აფხაზეთი და ცხინვალე ხარ რომ წვიყიროთ, რა უკავია რუსებს და წადი და იშვილა სადაც გინდა. რუსთაველი გვდარია რა ეთქვია. ის უნდა შევშვილოთ, ხო? ასევეა, რა ქვია, უკრაინის შემთხვევაში ახლა უკრაინა ამ ეტაპზე არ არის მზად რომ დაიბრუნოს ყირიმი. ამიტომ სხვა მეთქი ბატონებია, ყირიმი გასაგებია. მაგრამ არ იყო ლაპარაკი ის აი მოთხოლკზე, რომელიც შემდეგ შეიყვანა რუსეთის კონსტიტუციის რუსეთის შემადგენლობაში, მაგას არ ითხოვდა მეთქი. 2022 წლის მარტში. სამშვიდობო შეთანხმებით არ ითხოვდა. 2022 წლის მარტში უკვე დაგავებული ჰქონდათ მნიშვნელოვანი ტერიტორიები რუსეთს თავიდან. მესმის, მაგრამ მე თვითონ ვამბობ, რომ აი სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის არ ეწერა იმ შეთანხმებაში, მე ამას ვგულისხმობ. ესე იგი, შეიყვანა ემაში, რა ქვია, კონსტიტუციურ ზონაში. მერე შეიყო, ხო, არა, მაგას 2022 წელს ვლაპარაკობდა. ამის შემდეგ, როცა ის ჩაიშალა, მერე შეიყვანა. ბუნებრივია, ახლაც კიდევ ილუზია აქვს კიდევ რომ ვინაიდან უკრაინა ცოტა უჯის იარაღის კუთხით და რაღაცა ამათ კიდევ ამას დასავლეთი უჭირვებს ვაჟა უკრაინას არ გაუჭირდება დასავლეთმა რო არ გაუჭიროს და უკრაინას რო გაუჭირდებოდა მე სამხედრო მრეწველობა არ აქვს ეს გასაგები იყო იმ თავით არა მე რას გულისხმობ რომ ესე იგი ამათ ილუზია აქვს კიდევ რომ თუ თქვა ამერიკა არ დაეხმარება უკრაინას სერიოზულად იარაღით და ევროპას თავ შეიკავებს მაშინ კიდევ ავიღებთ კიევს კიდე აქვს ეს ილუზიები რა თქმა უნდა მაგრამ ხო დასავლეთი ამას აღარ დაუშვებს რატო აქვს ილუზია მიაწოდოს დასავლეთმა და ეს ილუზია გაქრება თუ არ მიაწოდებს რა თქმა უნდა ეს ილუზია რეალობად უკრაინა იარაღის გარეშე არ დარჩება ახლა ეს 100 მილიონი დოლარი გამოუყო ამერიკის რა ქვია კონგრესმა F-16-ზე მომსახურებისა და ვარჯიშებისა და რა ვიცი საბრძოლო ოპერაციების თუ შესაძლებლად ხო ახლა ბუნებრივია ტრამპი უკრაინის სრულ იმას არ დაუშვებს. რა თქმა უნდა. და ამერიკა და დასავლეთი. იმიტომ რომ კარგად იციან რომ ამას მერე სხვა ღონისძიებები მოყვება. იგივე ბალტიისპირეთში და სხვა პოლონეთი პირველი სამიზნეა ხო და სხვა პატარ-პატარა ქვეყნები უნგრეთი, ისა ბულგარეთი, რუმინეთი ხო ამათ უცბად შეუძლია რუსეთს ამათი ისა. ამიტომ ამას დიდი ომი მოყვება ბუნებრივია და ახლა დიდი ომისთვის არც რუსეთი ამზად და ახლა ესენი იარაღის თვალსაზრისით კი არიან მზად დასავლეთი მაგრამ ახლა არავის არ უნდა პარიზის დაბომბვა, ბერლინის დაბომბვა და ესეთი ტერიტორიების და დიდი ქალაქ ლონდონის და ასე შემდეგ ხო? ამიტომ ზედმეტ რისკს არავინ არ დაუშვებს ამ კუთხით რომ რუსეთმა გააგრძელოს ომი და ასე შემდეგ. თვითონ რუსეთის დაუძლურებულია მისი ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს ამდენ ხარჯებს. ვინაიდან მთლიანად სამხედრო იმაზე გადავიდა ქვეყანა და სამხედრო რესურსზე გადასვლა ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის დიდ ხანს არ შეიძლება ეს გაძლიერდეს ვინაიდან ჩამოშლის როგორც კი დაბრუნდებიან ჩვეულებრივ სამშვიდობიან იმაში თქვა ეს აისახება ძალიან წავეთ იმიტომ რომ ეს ქახნები აღარ იმუშავებენ მუშავარ დარჩება ძალიან ბევრი ხალხი და ну ძალიან იმდენად სოციალური პრობლემები მოიმატებს დაჭირდების და ამ გაუბედურებულ ოჯახების დახმარებები გასაცემი იქნება აღწევდგენი იქნება დანგრეული ბევრი ისე ავტობუს ქახნების უმეტესობა ასევე სამხედრო ბაზოების უმეტესობა საკმაოდ მიწვდნენ უკრაინელები და გაუნადგურეს ხო ამიტომ რუსეთის ზარალი სადღაც ტრილიონ დოლარს უახლოვდება როგორც ვარაუდობენ რაც მან თავისი ტექნიკა დახარჯა გაუნადგურეს გასწია ხარჯები მათ შორის ხელფასებს რო უხდია 4 მავს და 5 მავს ხო ახლა რო დაბრუნდებიან ესენი ბუნებრივია ამდენ ხელფასს არავინ არ მიცემს სამოქალაქო პირობებში ხო ამიტომ ძალიან ეშინიათ რუსებს იმის არ იყოს ომი დამთავრდა შვიდობის გეშინოდეთ ხალხო ის ვარიანტია რუსეთში ახლა დღეს თქვენ ნახოთ აი როგორ გამეთარდება მოვლენები ახლა ბევრი რამ შეიძლება გაერკვეს ამ თურქეთში თქვა ამ დელეგაცია თუმცა პუტინმა ესეთი დაბალი დონის დელეგაცია გაგზავნა იქ რომ როგორც ჩანს ტრამპთან ტრამპის გარანტიები ჭირდება მას დიპლომატიურად სწორი გათვლა და პოლიტიკურად დიპლომატიურად კი მაგრამ ახლა ტრამპის მოთმინებასაც არის საზღვარი თქვა ხო თუ თქვა ტრამპმა შესთავაზა თქვა და ეს არ დათანხმდა იგივე თქვა ერთვიან ან საერთოდ ომის დამთავრებაზე მაშინ ტრამპი იძულებულია შეასრულოს ის მუქარა რომ უკაცრიელი სანქციები რომელიც კიდევ არის იმაში მარაგში რომ ეთქვიან ამოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ მათ შორის ევროპამაც და ამას რამდენად გაუძლებს რუსეთის ეკონომიკა ეს უკვე სერიოზული პრობლემა ექნება რუსეთისთვის. ჩვენ ბატონებაში ახლა ვისაუბრეთ რუსეთზე
და ვიზავთ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომელსაც გარდა ხეირისა ამ დაპირისპირებით არაფერი მიუღია. ეს ახლა წინასწარ იყო განზრახული მოქნილი პოლიტიკის ბრალი ყო არ აქვს მნიშვნელობა, ხო, მოცემულობებზე რო ვილაპარაკოთ უკრაინაზე. უკრაინა ამ შემთხვევაში ის რომ სხვათა შორის ერთხელ თქვა ქოჩარიანი რო იყო პრეზიდენტი სომხეთის და მე მაშინ მახსოვს კულტურული შოკი მივიღე. ეს წლების წინანდელ ამბავს ვამბობ სომხური ანდაზაო მეზობელსო მოუკვდა ძროხაო წრულმანია მაგრამ სასიამოვნოა და მე ცოტა რიყოს გამიკვირდა ეს ღირებულებათა სისტემა ისეთია ჩემს გაუგებარია. აი თქვა ამ შემთხვევაში მეზობელს მოუკვდა ძროხა, თქვა რუსეთი და ნიუანსია მაგრამ სასიამოვნოა. მაგრამ უკრაინა აი ის გაღებული მსხვერპლი რაც რის გაღებაც უკრაინას მოუწია და ის ხარკირის გადახდაც მოუწია უკრაინას თუნდაც საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, თუნდაც დემოკრატიისთვის, თუნდაც იყოს თქვა სხვისი არ აქვს მნიშვნელობა, საპირწონე არის ერთმანეთის. აქ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ხო ეხა ესე იგი 2021 წლამდე, ნუ 14-მდე, მაგრამ ნუ 22 წლამდე ფაქტიურად სანამ ეს ომი დაიწყებოდა. ბაგაჟე ძალიან დიდი ბოდიში მე ველოდი რომ არამედ მაჩვენებ თუ შეიძლება რეკლამის გამო მცირე ხით უნდა შევწყვეტო და რეკლამის შემდეგ უკვე გავცეთ ამ კითხვას პასუხი დაგველოდეთ ჩვენ მალე დაუბრუნდებით. ჩვენ ყოველეთერში ვბრუნდებით განვაგრძელოთ საუბარს ჩვენს სტუმართან ვაჟე შუბითიძესთან ერთად. ბატონო ვაჟე აი მე ვიკითხე გასაგებია ვის მდგომარეობაშია რუსეთის მდგომარეობა მოიხილეთ ამერიკის შეერთებული შტატები რას მიიღებს აქედან და რას იღებდა ამ ხნის განმავლობაში თავად უკრაინას თუ ღირდა ამათ როგორც სახელმწიფოს ამ გადასახედიდან თუ არის საპირწონე ის ხარკი რომელიც მან გაიღო იმ მიზნების რომელსაც მიაღწიან სავარაუდოდ მიაღწევს. კი ბატონო ერთი რამ შეიძლება ითქვას რომ ესე იგი 2022 წლამდე, ну ნაწილობრივ 14-მდე, მაგრამ 22 წლამდე ესე იგი პოსტსაბჭოთა სივრცეზე მხოლოდ საქართველოს იღებდა ძირითად დარტყმებს, რომელიც ვიღაცას უნდა აეღო რომ სხვები წყნარად ყოფილიყვენ და მშვიდობიანად და განაგრძოთ თავისი ქვეყნის შენება და ასე შემდეგ. საქართველოს ისეთ ამისათვის ძალიან ძიმე საქართველოს გაიღო დიდი მსხვერპლი და ძიმე მსხვერპლი 2008 წელს განსაკუთრებით და დადგა დრო რომ უკვე საქართველოში რუსეთმა თავი დამშვიდებულად იგრძნო და ეს ერთი აიღო უკრაინა. იგრძნობდა კიდეც მან თავის სტრატეგიული მე ის ვფიქრობ აი ცხინვალიდან იმ ბაზას რა გაიტანს მე სქემალი და გუდაუთის ბაზები ბუნებრივია ორი ძალიან სერიოზული ფეხია ჩადგმული საქართველოს თქვენს ხეულში და ამათი მოგვარება არ ვიცი მე ძნელად წარმომიდგენია თუ რუსეთი უკიდურესად არ დასუსტდა და თვითონ არ წავიდნენ აქედან. დიახ. კი ბატონო, მეც ესე ვფიქრობ. სხვა მხრივ ჩვენ მისი განდევნის არანაირი შანსი არ აქვს და მით უმეტეს ვინმე დაგვიჭერდებს ხალხს თქვათ ასე იმად ერთ-ერთი რუსეთის დასუსტება. დიახ. ეკონომიკური ჩამოშლა და რაღაც ამდაგვარი რაც 91-ში მოხდა ზუსტად ასეთი რამ თუ გვიშველის რა ვქე და თუმცა იქ მე მეორე პრობლემა მოდის შილო კავკასიის იქ რა მოხდება კიდევ ხო ანუ ესეც უღრუბლო პერსპექტივა არ არის ჩვენთვის. არა, უღრუბლო პერსპექტივა, მაგრამ ახლა შილო კავკასიელებმაც ისწავლეს რომ რუსეთის პოლიტიკა ეცია ერთმანეთზე გადაკიდების და ამის და შილო კავკასია ჩვენთან ჩხუბში და ომში ბევრს ვერაფერს ვერ მოიგებს. ეგ მე ვიცი, მაგ თუ იცი. კარგი ურთიერთობით უფრო მას მიიღებენ და უფრო მას მოიგებენ და ამიტომ ესენი იმათაც მიიღეს საკმაოდ გამოცდილება რომ ეთქვია. იმედია. და რაც შეეხება უკრაინას, ახლა მოდი ვთქვათ, უკრაინას ეს ომი მოახვიეს თავზე. უკრაინა არ დასხმია რუსეთს, უკრაინა არ ცდილობდა რაიმეს წართმევას, თავის იცავდა, ხო? ახლა საქართველოს უამრავ საქართველოს თუ ინვეს არ ესწავლება ეს საქართველოს და მის მოსახლეობას რომ როცა გესხმიან თავს უნდა დაიცვა თავი ახლა ასე პირდაპირ ჩააბარო ყველაფერი ეგრე არ შეიძლება ხო იზოლებული გახდნენ თავი დაეცვა და მე გამბოჩნდა ხარდამჭერიზე როცა ხედავს სხვები რომ შენ მართლა იცავ თავი მართლა გმირულად გახარ და რაღაცა გეხმარებიან ხო მაგრამ ჩვენ ახლა რაც უნდა გმირულად დავდგეთ და გმირულად დავიცვათ თავი ჩვენ ფიზიკურად ვერ ვეყოფით ამ ამბავს. ბუნებრივია, ამიტომ არის უსაფუძვლო და ამჯერა რომ მეორე ფრონტში გვითხრებენ და არა მე არ მგონია რომ ეს უსაფუძვლოა. ჩვენ შეიძლება რაღაცა მოგხსნო და აი სტრატეგიულად აი თქვენ ხართ სპეციალისტი ამ საკითხში. აი სტრატეგია რუკას რო დავხედოთ. მშვენიერი ვარიანტია, რატო?
აი რა ვერსიად სამხრეთ კავკასია თუ აირევა აქ საქართველოში რაღაც მოხდა ნახეთ ჩვენ ხა თეორიულად ვიმსჯელობთ როგორ ის არის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის როგორი დაძაბული ურთიერთობა ჩვენ ვიცით როგორი არის ისლამის გავლენა ფუნდამენტური ისლამის გავლენა იგივე ჩრდილო კავკასიაზე ამდენად აქ ისეთი არეულობა შეიქმნებოდა რომ ნამდვილად დაასუსტებდა უფრო მეტად ჩემი აზრით რუსეთს ვიდრე კურსკში შეჭრა გასაგებია კურსში სუსხა დანიშნულება იყო და პრობლემა თავის ავტონომიებთან მე მაინც ვფიქრობ რომ დასავლეთმა და იგივე ამერიკამ უამრავი რესურსი გაიღო აქ თავი დაემკვიდრებინათ ხო შემოსულიყვენ და თავიანთი ინტერესები დაიფიქსირებინათ ახლა საქართველოს გაწირვით და ამ იმით რას მიიღებდნენ არაფერს და აქ რატო არ ეკნა რატო თუ ეს დაასუსტებდა რუსეთს როგორ მიიღებდნენ მე არ ვიცი საქართველოს ერთი დღეს არ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა მით უმეტეს 10 წელი არაფერი შეგვიძლია საქართველოს არ შეუძლია მე გეთანხმებით თქვენ საქართველოს არ შეუძლია მაგრამ ის როდესაც ირევა სამხრეთ კავკასია რთულდება სამხრეთ კავკასია და რთულდება ჩრდილო კავკასიის კონტროლით თუ რამე ლოგიკაში არასწორი ვარ გასაგებია მაგრამ რუსეთს აქ რაკეტები ადრე თუ ჯარი იყო ამის ახლა რაკეტებით აგვარებენ ამ პრობლემას რუსეთს 1-2 რაკეტა რო ჩამოერგო ეს კარგია რომ არ ჩამოაგდებს რაკეტას ჩრდილო კავკასიაში რაღაც მოხდა ეს კარგია მერე არა მაგას ვიძახი რომ ამას რა ქვია შედეგი არ მოყვებოდა იმიტომ რომ იმ კავკასიელებმა ისე ამას ვამბობ რომ შედეგი არ მოყვებოდა ჩეჩნეთში კავკასიაში რატო ამ კადიროვის რეჟიმს ახლა რატო ასე გააფრთხილებით აღარ ეწინააღმდეგებიან შეშტები დარწმუნდნენ რომ 400,000 კაცი დაიღუპა ამ ომებში რუსეთი ძლევა ასე ადვილი არ არის ხო უნდა დასუსტეს რუსეთი ახლა მათ უხარიათ ეს ომი რა რუსეთი რაზარასაც ნახულობს რა ჩრდილო კავკასიის ეს ძალიან კარგია რომ მათ ნელ-ნელა ამ უახლოვდებიან იმ სანუგვარ რუსეთი ჩამოიშალა ეგენ უცბად გამოაცხადებენ დამოუკიდებლობას და ჩვენ მე ჰაერი ვიჭირდებით მაგათ თავდასხმას გადაგვიწყებენ პირიქით ხოვნა მუდარას რომ გაგვატარეთ ან ზღვაზე გასასვლელი მოგვეცით მოდი ვითანამშრომლოთ ჩრდილო კავკასიელი ასეთ ხოვნა მუდარით აუცილებლად იმიტომ რომ აბა ახლა ასე მარტივი არ არის რომ საქართველოსთან რამე წაიღონ მაგათ ახლა რუსული იარაღი მაგათ არ ეკნებათ ბუნებრივია მარტო ავტომატებით და საქართველოს ვერ მოერევია ბუნებრივია ხო და მით უმეტეს ეს ჩვენი ძველი ურთიერთობა და რაღაცა ისე მუშაობს ეს რომ ისეა მაგრამ საქართველოს მეთაურობა შეიძლება რუსეთისგან თავის დაძვრენა სხვანაირად ესენი ვერ გათავისუფლდებიან რუსები თუ საქართველოს არ ჩაუდგან პროცესს სათავეში და თვითონ თავით ვერ გათავისუფლა საქართველოს ეს კარგად იციან ჩრდილო კავკასიელებმა ახლა რა შეეხება უკრაინას ახლა იმდენი მხარდამჭერი გამოუჩნდა მე ვიძახი არა იმდენად ზელენსკის ფიგურა მანდამას დიდ სიმპათიებს არ აღმიძრავს თუმცა საკმაოდ ვაჟკაცურად დგას რა ქვია და პრინციპებს იცავს უკრაინას და ასე შემდეგ მაგრამ თვითონ უკრაინელმა ვაჟკაცურად დგომაში რას გულისხმობთ ნუ ახლა რატო არ უნდა იდგეს ვაჟკაცურად თვითონ მიდის მისი ოჯახის წევრი მიდის ვინმე იღუპება ფინანსური ზარალი ნახა რამე ემუქრება არა ვაჟკაცურად რა ახლა ზოგი ვაჟკაცურად დავით აღმაშენებელი იდგა თავისი შვილიც რო ყავდა და ძე კი ბატონო ახლა აღმაშენებელი და როგორ შეიძლება მაგის შედარება არა მაგას ანუ ვაჟკაცობაზე აი ვაჟკაცურად იდგა ის ვაჟკაცურად რას გულისხმობ ახლა მე წმინდა ცოტა გადატანით მნიშვნელობით რომ ხელმძღვანელობს ეს რომელიც იბრძვის დამოუკიდებლობისათვის ამას გულისხმობ და მისი წვლილი აქ რო არ იყოს ისე უკრაინელები შეიძლება ჩამოეშალონ სააკაშვილი ყოფილიყო ახლა უკრაინაში აქამდე კიევი ჩაბარებული ექნებოდა დიდი ხანეათან ხო ჩვენები ძალიან მალე გამოიქცნენ ხო და მაგას გულისხმობ რომ ახლა უკრაინელი ხალხის ამ თავდადებულმა ომმა დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა დასავლეთში დიდი მორალური ყოველ შემთხვევაში ხო ხედავთ ეს ტოლერები შეუშვეს ეხმარებიან იარაღითაც რაც შეუძლიათ უბრალოდ ზედმეტად რუსების გაღიზიანებას ერიდებიან რომ რუსმა მე ატომური იარაღი არ ესრულოს თორე მე თავიდან არც მეგონა თუ ამ დონეზე დაეხმარებოდნენ ევროპელები მაგრამ ახლა ხო ხედავთ ტაურუსის რაკეტები შეიძლება მისცენ მერცმა ახალმა კანცლერმა გერმანიის და ასე შემდეგ ხო ეს ცინიზმი არ არის ბატონო და შეიძლება მისცენ 3 წელი და 2 თვეა ქვეყანა სისხლისგან იცლება და იბრძვის. ევროპელი ლიდერები ამბობენ, რომ უკრაინა იბრძვის ევროპის უსაფრთხოებისთვის და ჩვენ ამ 3-2 თვის შემდეგ ომი, რომელშიც ჩვენ გამოზომილი გაქვს, შეიარაღება. ეს ომი როგორ უნდა მოიგო? ეს ომი უნდა მოიგო თავგანწირვის და საზარბაზნე ხორცად მოსახლეობის ქცევის ხარჯზე, ხო? გასაგებია, მაგრამ უყურეთ, ეს ომი მარტო უკრაინა-რუსეთის ომი არ არის. ეს ომი ერთ-ერთი
მისი თავარი მიზანი, იგი ამერიკის ფარული მიზანი არის, რომ ევროკავშირის და გერმანიის დასუსტება. ახლა მაგითო გფრთხილობენ გერმანელები, ძალიან კარგად ხვდებიან ამას. ხო და ახლა რა თქმა უნდა ყველა ქვეყანა მაინც თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამოდის და ახლა უკრაინა ეცოდებათ კი უთანადობენ, ფულს აძლევენ, აგერ 21 მილიარდი მისცეს, მაგრამ შენი გულით ის თავს არავინ მოეკლავდა თვითონ არ შეუვარდება ტანკებს, ხო? ახლა თან უკრაინა რატო შეირჩა საბრძოლო ასპარეზად, რომ 45 მილიონიანი ქვეყანა, საქართველოს 2 მილიონი კაცია და საქართველოს დაპყრობა არაფერი პრობლემა არ არის რუსეთისთვის, ხო? ჩვენ რომ თუმცა შეიარაღება რო ქონოდა, ასე ადვილად ვერ შემოვიდოდნენ, მაგრამ არა გვა შეიარაღება 10 წელია ფაქტიურად რა ჯაველინები მოგცა ბოლოს eman ტრამპმა წინა პრეზიდენტობის დროს და ფაქტიურად სამხედრო ბიუჯეტი ძალიან დაბალ დონეზეა. 10 ჯერ აღემატება ჩვენ სამხედრო ბიუჯეტს აზერბაიჯანის ბიუჯეტი და 7 ჯერ სომხეთისაც დიდი. ნუ ხა სომხეთ არ უშველა ამ ამბავმა. სომხეთი და ჩვენ არა ჩვენზე პატარა რაოდენობით გაგვისწრო მოსახლეობის. მოსახლეობის რაოდენობა არა, იქიდანაც გარბიან ხალხი, ნუ ფიქრობთ რომ არა, სტატისტიკას ვამბობ, მეგობთ, გამიკვირდა, ცოტა გადაგვასწრო, კი ბატონო. გარბიან, იქიდანაც გარბის ხალხი, რა ქვია და აზერბაიჯანიდან სხვათა შორის. ახლა აქ რო აზერბაიჯანელებს სამუშაოდ ჩამოდიან. ჩამოდიან, იმიტომ რომ იქ არ არის მაღალი დონე, იმიტომ რომ აქ არის კლანები, რომლებიც გაგაცხოვრობენ, მაგრამ დანარჩენი ხალხი არის ჩვენსავით ღარიბი და გაჭირვებული, რა ქვია და ჩამოდიან, მარტო აქ არა, თურქეთში მიდიან სამუშაოდ და ისეთ არა, აქ ჩამოდიან რა გაჭირვებულები არიან, მე მაგას ვამბობ. თურქეთში კიდე არა უშავს. ნუ რაღაცა სულ არაობას თქვათ და იქ არის ყველაფერი კლანურ სისტემას ექვემდებარება მოგხსენებათ, ხო? ახლა არ ვიცი თქვენის ნებართვით არ გვაქვს დრო 10 წუთი გვაქვს? 10 წუთი ხო, რა ქვია, თუ ისა გადავიდეთ საქართველოს კი ბატონო, რა თქმა უნდა გადმოვიდეთ. ანუ უკრაინაზე უბოდ მოვამრგვალოთ, რომ აი ეს უკრაინა აღდგება აუცილებლად, ახლა დიდი ქვეყანაა, მას ტერიტორიულადაც დიდი, ახლა მოგხსენებათ. რუსეთი თავად ჩავარდა მძიმედ ახლა აგერ ჩინეთთან მიმართებაში, ხო? ჩინეთის იმპერატორი ფაქტიურად სიზიფინი ჩამოვიდა და პარადი მაგან მიიღო ფაქტიურად. ჩინეთი რუსეთს უკვე აღემატება 10 ჯერ ეკონომიკურად, 5 ჯერ სამხედრო თვალსაზრისით. ერთ-ერთი ატომურ მუხტებში რუსეთს 3 ჯერ მეტი მუხტი აქვს ატომური ვიდრე ჩინეთს რა და დანარჩენი ჩინეთმა ფაქტიურად ნახევარფასად ჩაიგდო ხელში მისი გაზის ისა თუ რამე სიმდიდრეები აქვს რუსეთს ჩათვალეთ რომ რუსეთი ჩინეთის ვასალი გახდა რა და მოიწვია თავისი ისა რო იტყვიან ბოსი პარაძე სხვა არავინ ჩავიდა და ვინმენიშალოვანი ფიგურები არავინ პრეზიდენტი ჩავიდა ეგვიპტის პრეზიდენტიც ჩავიდა ახლა ეგვიპტის პრეზიდენტი ჩასულა კიდე ბრაზილიის პრეზიდენტი ვინ არის არა ბრაზილიის ხო ბრაზილიის ხო იყო ხო ბრაზილიის არა ზემალე გითხრა აღარც მე მიდევნებია თვალი ახლა ერთი ვიცოდი რომ პუტინის ზოგი ჩამოდიოდა ზოგი მე დამაინტერესა რა სიამ რა წონა ქონდა და იქ ხო ნუ რა ქვია ფაქტიურად ყოველ შემთხვევაში ეს თქვათ საქართველოსაც უკავშირდება რომ ჩინეთის ფაქტორი თქვათ ამერიკასთან ჩვენი ურთიერთობის დარეგულირების ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია. ხო, აი ჩვენ სხვათა შორის მაგ მხრივ ვართ ესეთ ჩიხურ მდგომარეობაში. ძალიან ჩიხურ, ახლა ჩვენ კი ჩიხში უკვე. ერთი მხრივ თითქოს ჭკვიანური იყო, რომ რუსეთის გარდა ჩინეთის შემოყვანა ამ ბაზაზე, მაგრამ მეორე მხრივ თუ ტრამპს უჭერ ხარ და ის არჩევნებში გაემარჯვეს, ხო იცი რომ ტრამპი ჩინეთის მაგრამ ტრამპი რო თვითონ მშვენივრად თანამშრომლობს ჩინეთთან, ვითომ დაიწყეს სატარიფო ომი რაღაცა სისხლის მღვრელი და ტრამპი თანამშრომლობს, მაგრამ ჩვენთან არ შემოუშვებენ. ახლა უყურე საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ტრანზიტული თვალსაზრისით. ანუ ამერიკამ ფული უნდა იშოვოს, ჩვენ არა. დიდი ქვეყანა ასე არა მე მინდა რომ ნათელი იყოს თორე კი ნათელი ახლა ეს ასე იყო რუსეთი სანამ აქ იყო და რუსეთის ეს შეერეოდნენ კი რუსეთის ელჩები გვინიშნავდნენ აქ თავდაცვის მინის უშიშროების მინის ყველაფერი სანამ რუსებს აქ ელჩები ყავდა რა თქმა უნდა ახლა მოსკოვიდან ერევიან მოსკოვიდან არა იქიდან ვაშინგტონიდან არა ვაშინგტონიც ერევა რა თქმა უნდა და მოსკოვის რა გონია თუ არ ერევა აბა ასეთი ზეწოლა ქართულ ოცნებაზე რატო არის ქართულზე არის უმძიმესი ზეწოლის ქვეშ რუსეთიდან. არანაკლებ ამერიკიდანაც, მაგრამ კიდევ უფრო მეტი აქედან, რუსეთიდან. შეიძლება ფიზიკური ლიკვიდაციასაც კი ემუქრებიან. მე არც იმას გამოვრიცხავ. კი ბატონო, რუსეთს აქ ეს უმძიმეს დღეში ვარ ჩვენ, რა თქმა უნდა, ქვეყნის მთავრობა ძალიან მძიმე დილემის წინაშე დადგა და ეს დილემა არ არის მარტივი გადასაჭრელი.
ახლა ჩინეთის აქ შემოყვანა ამერიკის გაღიზიანება. ხო ხედავთ ამერიკის მეგობარი აქტის მიღება ფაქტიურად რას ნიშნავს ეს რომ ესე იგი ამერიკა შეიძლება ბევრი რამეზე დაეხუჭა თვალი არჩევნებზე თქვათ იმ ავტორიტარულ ტენდენციებზე იმ კანონზეს მაგრამ ამერიკა აქ არ დაუშვებს ჩინეთისა და რუსეთის ისევ ნუ ამერიკამ ისეთებზე დახუჭა თვალი 2003-2012 წლებში რომ ახლა არაუშა რა მე რა ქონდა ასე ჩვენთან ვიძახი რა ჩვენთან მე თვალდასახუჭი რაღა ქონდა ცოტა მიგვირს თვალდასახუჭი მათ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე ხუჭავენ და არა ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე მაგას ვიძახი ხო მაგას ვიძახი რომ ალიევს ხო ხედავ პატიობენ ყველაფერს მაგრამ ჩახუტებული ყავთ ხო და ის რაღაც იმას პატიებენ გინდა ერდოღანს ხო ჩვენ არ პატიებენ და რატო აზერბაიჯანზე უფრო მნიშვნელოვანი პოზიცია ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სტრატეგიული გამოვალი ის არის თქვათ ხო ჩრდილოეთით რუსეთის ტრანზიტი დაიკეტა სამხრეთი აგერ ირანი და ესა კიდევ იმაში არიან დაპირისპირებაში და როდის დალაგდებიან და ერთადერთი ყველაზე მყარი გასასვლელი ევროპა აზიას დამაკავშირებელი და ახლო აღმოსავლეთს არის საქართველო. ხო და აქ ახლა ჩინეთის შემოსვლა ბუნებრივია ჩინური ინვესტიციები და რუსული სამხედრო ბაზები ეს სერიოზული ფაქტორია უკვე. ამერიკისთვის წითელი იმის მანიშნებელი, რო იტყვიან. შუქის რასაც ამერიკელები არ შეურიგდებიან და ეს მეგობარი აქტი ზუსტად ამიტომ არის. პირდაპირ მენიშნებაა რა, რო იტყვიან მეორე შიდა მოგცეს. ჯიოდოს ენაზე რო თქვათ. რომ ესე იგი აქ ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლა უნდა დაბლოკოთ ფაქტიურად. თუ გინდა რომ ამერიკასთან რაიმე ნორმალური ურთიერთობა აღვადგინოთ. და კიდევ ეჭიანობენ რომ რუსეთი კიდევ უფრო აფართოებს აქ გავლენის სფეროებს თქვათ რომ ბევრი რაღაც გადაწყვეტილებები რაღაც საქართველოს მთავრობა იღებს რუსეთისთვის შესაყრელია და ამერიკელები გარკვეული ნაწილი ფიქრობს და იგი პოლიტიკოსები ჩვენ რუსეთისკენ მივდივართ. იცით რა მაინტერესებს აი ამერიკელები რატო არ ფიქრობდნენ რომ ჩვენ რუსეთისკენ მივდივართ აი თუნდაც ენერგიის სხვადაღებული თემაა მაგრამ უნდა ვთქვა აი ვერ ხსნით თქვენ როგორ ხსნით ენერგოობიექტების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა რო გადაეცა რუსეთს. მაშინ რატო არ შფოთავდნენ რომ აქ იყო რუსული გავლენა? გეთანხმები. და რუსეთის დასუსტება დაშლა ეს ხო არ არის 2 და 3 წლის გეგმა, ხო ეს რაღაც სტრატეგიული გეგმა. აი მაშინ რატო იყვნენ მშვიდად? რუსეთს გადააბა. ხოლო აქვე ვიტყვი, ხოლო ჩაერივნენ მაგისტრალური გასადენის გაყიდვა მიყიდვა რომ უნდა და სააკაშოს, მაშინ უნწყეს ეს არ მიყიდო. კი ბატონო. დიახ. უბედურება იმაშია რომ საქართველოში ყველა შემოსავლიანი ბიზნესის უკან დგანა რუსები. ნებისმიერი ტურისტული ბიზნესის უკანაც კი ბანკების უკან, ფარმაცევტული კომპანიების უკან, ნავთობის მოპოვების იმის უკან, ნავთობის ესეთი სერიოზული იმით არ აქვს, მაგრამ ხო ხედა არ ვითვისებთ შავი ზღვაში იმ საბადოებსა და იმას არ ვითვისებთ. იგივე რუსეთის ფაქტორის გამო, ხო? ყურძნის და ღვინის ქარხნების უმეტესობა რუსებს ეკუთვნით. დიდი ქარხნებზე ლაპარაკი და არა პატარა მცირე საწარმოებზე, ხო? ეს ნიშნავს რომ რუსეთს ერთ ხელში სერიოზულად უკავივათ რა ამ თვალსაზრისით მეორე ხელში ამის ხელში ბაზები და რა ქვია თავისი გავლენის სფეროები ამდენი ხალხი შემოვიდა რუსეთიდან უნებრივია თავისი ისინი ყავს რა ქვია მეხუთე კოლონა რუსეთს აქ ახლა არა და სამალი მაგრამ ეს ომი ხელს უშლის რომ აქ მთელი მასშტაბით იმოქმედონ რომ ეტყვიან და გადაჭრით იმოქმედონ ეს ომი თუ რუსეთმა თქვა წარმატებით დაამთავრა მე კიდევ უფრო უარესი დღე მოგველის ვინაიდან რუსეთს რა ქვია რუსეთი ისევ დაგვიწყებს კბენას აუცილებლად ახლა თითქოს ახლაც კბენს თუ რაღაცა რატო ახლაც კი მაგრამ მე კიდევ უფრო მეტად დაგვიწყებენ თქვა იგივე ამიტომ ძალიან ძიმე დღეშია საქართველოს ახლა საით წავიდეს ნურს მარცხნივ წავხარ ნურს მარჯვნივ ნურს წინათისკენ აფაში ხო ვერ დაბრუნდები ხო ძალიან ძიმე ვითარებაში ამიტომ გჭირდება ძალიან აწონილი და დაბალანსებული არავინ არ უნდა გადავემტეროთ არც ამერი არ მომეწონა ახლა პარლამენტმა რომ მეიღო თქვა ის აქტი საფასურობე რა ნოჩქარობე არ უნდა იჩქარონ რა არც ამერიკა უნდა გადავეკიდოთ რა არც ჩინეთი და არც რუსეთთან კიდევ უფრო არ უნდა გავაგიჟოთ ეს დათვი რა და აი როგორ სხვადასხვა მეც ამაზე ხშირად ვფიქრობ რომ აი როგორ შეიძლება სომხები როგორ ახერხებენ სხვადასხვა აი სომხეთზეც მინდოდა ეხლა მე კითხავ თქვენ თუ აი ასე ფიქრობს ამერიკა სომხეთში რკინიგზა სომხეთში უფრო მეტი ობიექტია და სტრატეგიული ობიექტებია და ასევე რუსებს ხელში ყავთ ყველანაირად და სომხეთზე არ ამბობენ რაღაცა აქტებს არ იღებენ
მაგას ვეძახი მე, რა ქვია, უნდა გქონდა ახლა რა გვინდა იქ დიპსტეიტზე ლაპარაკი, დიპსტეიტი ამოვიდა ყველას ყეში. მაგრამ თვითონ ტრამპის ლაპარაკობს დიპსტეიტზე. აღარ ლაპარაკობს უკვე, რა ქვია, ეს დიპსტეიტი არის. ფაქტიურად მოგონილი ხელოვნური ლიბერასტი. სურგობა მოიგონა თქვა კოვიდ ფაშიზმი ეს დიპსტეიტის მაგის მოგონილია რა ქვია და მე ენერგია ფაშიზმი იყო კოვიდ ფაშიზმი ხა როგორც აღმოჩნდა იმიტომ რომ მაგრამ ტერმინები უკვე ლიბერასტი თქვა ხო ახლა ლიბერალური ღირებულები ყველაფერი ილია ჯავჯავაძე და ნიკოლაძე იყვნენ ლიბერალები თქვა ეს ორი უდიდესი ფიგურა საკადოდ ახალ ისტორიაში მაგრამ ყველაფერი ცუდი კი არ არის ამ ლიბერალებში ხო რაც ცუდია იმას უნდა ვებრძოლო და არა იმას თქვა ყველაფერს რაც ლიბერალებს უკავშირდება ხო ასევე ვიძახე მე ამ შემთხვევაში რომ ჩვენ მართლაც აწონელი გონიერზე გონიერი მე ვფიქრობ მაგალითად აი როგორ თქვენ აი როგორ აი რაღაცა ვერსია ხო გექნება თქვენ აი როგორ შეიძლება თქვენ აი მე მაგალითად ვფიქრობ რომ ჯობია მაგალითად ხელისუფლებაში დაბრუნდეს ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად მაინც აბრალებენ ოფიციალურად მაინც აბრალებენ რომ შემართავ ყველა მაინც ხო და ბარემ ჯობია რომ ეს ღიად იყოს და მას უფრო მეტი წონა აქვს იგივე ამერიკელებთან მოლაპარაკებაში თქვა იგივე თუნდაც რუსებთან თუ ჩინეთთან ვიდრე სხვებს რომლებიც ახლა კი არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ მაგრამ ახლა სად კობახიძის ავტორიტეტი და სად ივანიშვილის ხო ეს ფაქტია ამიტომ ნუ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა მე ვფიქრობ დაბრუნდეს და სადოს ამ პოზიციიდან საქართველოს მშვიდობიანი ის არა ქვია მშვიდობიანი ომი არ იქნება მაგრამ ფინანსურად და ება შეიძლება ჩამოგვაქციონ საერთოდ ძალიან ძიმე ვითარებაში აღმოჩნდა და განსაკუთრებით უნდა ვერიდოთ ამერიკასთან დაპირისპირებას მათ აქვთ ბერგედები ომის გარეშე შეუძლიათ საქართველოს ჩამოაქციონ რუსებს ომით შეუძლიათ საქართველოს დაქციონ ამათ ომის გარეშე შეუძლიათ და ჩინეთთან ახლა ზედმეტი რევერანსებიც აღარა საჭირო გვაქვს ურთიერთობა, გვაქვს რაღაც დიპლომატიური და კარგი ისინი კულტურული რაღაცა ტურიზმი, ვაჭრობა და ასე შემდეგ და ახლა ნამეტანი ჩინეთისკენ ნუ გადავიხრებით. ყველაზე კარგი არის ამ შემთხვევაში ევროპასთან ისევ ნელ-ნელა ურთიერთობის აღდგენა რატო? ევროპაზე არც რუსეთი ეჭვიანობს ევროკავშირზე, არც ამერიკა და არც ჩინეთი. ყველაზე კაი გამოსავალი რომ ისევ ნელ-ნელა აღდგეთ ნორმალურ ურთიერთობაში ევროპასთან და ესენი ყველა მშვიდად იგრძნობენ სამივე თავს. აი ევროკავშირის აი ეს თქვათ აქ ახლა პატიმრების თემაა თქვათ ხო აი მაგალითად ახლა 6 თვეას ხედან ხო ეს ახლა აი თვითონ მე ვესაუბრები ხო ოცნების მომხრეებში დიდ გაღიზიანებას უწევს უკვე რომ ახლა რას აძლევს ოცნებას უარყოფითის გად აღარაფერს აღარ აძლევს ამათი პატიმრობა რა ყველა ძალიან ცუდად არის უკვე გამოუშვი რა ეს ხალხი და ეს მოიხსნება ერთი დაძაბულობის აი ანუ ესე იგი ბატონოჟა ისო რაღაცები დააშავეს იმათ მაგრამ მაგაცებები არ დააშავა ოქროაში მე 1 წლიანზე უშოვე 15 წელი უნდა მეცე ანუ ბოგერია რატო არ აძლევენ რა ქვია 10 წლიანში რატო არ უშავენ ამ ბავშვებს გეოპოლიტიკა ხო ბავშვების ტერმინი მე არ მომწონს ბავშვი ჩემი შვილიშვილია 7 წლის არის ხო რაღაცა ზრდასრულებს ვერ აღვიქვამ ხოლმე ბავშვებად ხო იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ ადამიანს ჩვენთან არის ეს მიღებული რომ აი მშობლები ამბობენ კიდევ ნუ ჩემ აზრს ვამბობ ჩემთვის ბავშვების გონება ჩლუნგი ვარ კაცო ამ ხელაქალი თუ ისე ბავშვია ცუდად არის ჩემი საქმე ნახეთ აი გეოპოლიტიკა გაშიშვლდა და ყველაფერი აი ყოველგვარი შეფურთვის გარეშე შიშვლად არის რომ რაღაცები იყიდება ამდენს გადამღით აქედან მოგებას მივიღებ ამიტომ არ მიღირს ამის სიკვდილი ამდენი ღირს ამის განადგურება ამდენი ღირს და ასევე არის შიდა პოლიტიკაშიც რომ აი ევროკავშირი მე ესიამრს მე საქართველოში არის კანონები და კანონი დარღვე მე მაინც უნდა გამოუშვა ასეთი წესი დამკვიდრდა და სულ 30 წამი გვაქვს თუ ასეთი წესი დამკვიდრდა უკვე ურთიერთობების კანონთან ახლა დიდისა და პატარა სუსტისა და ძლიერის კანონი მუდამ ძალაში იყო დიახ ჩვენ არ გამგვიხილავენ ხო სერიოზულად ვაგერ უკრაინას არ გიხილავენ და ჩვენ უკრაინაზე ბევრად პატარა ვართ ხო ტერიტორიულადაც მოსახლეობითაც და სხვადასხვა უკრაინა ერთ-ერთი გეოპოლიტიკური ცენტრად ითვლება ხო და ჩვენ იმდენად არ გამიხილებით უბრალოდ ამ ტრანზიტის იმან მოგცა დიდი დანიშნულება და რა იტყვი ფუნქცია ხო და ამიტომ ჩვენ არ უნდა ველოდოთ რომ ვინმე აი ძალიან დიდ ჩაგვიხუტებს მოგვეფერება ზემბედა ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა ვიმოქმედოთ რა მაგას ვამბობ რომ ამ ქვეყნებთან განსაკუთრებით დიდ ქვეყნებთან და იმ ევროპასთან ურთიერთობის აღდგენა ვთქვათ არაფერ მოსახლე ახლა რო გაგვიუქმო ვიზავის ლიბერალიზაცია ხო ეს ხო უდიდეს უკმაყოფილებას გამოიწვევს არა რა ქვია ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ რა კარგია რომ ახლა კობახიძე ჩავიდა ტირანაში ვთქვათ უნდა დაელაპარაკოს იმ ევროპის ქვეყნებს აუხსნას უნდა დაარწმუნოს ერთმანეთში შენ თუ წაყვალ აქ რუსი შემოვა
ამერიკასაც უნდა უთხრას იგივე. შენ რო წახვალ ჩამოვა ჩინეთი. მაგრამ რო არ წავიდე შენს უნდა დაიხიო უკან, რა პატიმრები გამოუშვი რა. რადგან ეს პატიმრები ახლა ყველა უნდა 100 აჭამა 6 თვე კიდე და ხო დაისაჯენა რა, ხო იმას ქნა თქვა, ხო? იგივე კვირიკაშვილი თუ რა გვარია ეს არ ვიცი. ეს ჟურნალისტი რო რაღაცა. ისა ამაღლობელი. ზია, ხო. მაგისი გვარდა საკე კაციშვილმა არის და დღეს ახლა ევროპა მიცის საქართველოს ხა ის გასაგებია ახლა არაბებს არ გვაძლევს ხო მე არავის საწინააღმდეგო და არავის დაპატიმრება არ მიხარია მე ჟურნალისტი როგორ უნდა მოხდეს არ უნდა თქვა რომ კანონები არ გვინდა და იმას უნდა და მაშინ მე გამოუშვებ ან კანონებია შესაძლებელი ან რაღაცა ჩიხი არა რეფორმებია გასატარებელი იგივე სასამართლო ძიმე შტაბ-ბიძგებლებას ტოვებს ძალიან ახლა ხო ხედავთ არა სასამართლო უნდა რეფორმირებული იქნას აუცილებლად და რაღაცებია გასაკეთებელი. იგივე ჯარი გავაძლიეროთ. გასაკეთებელი, კი ბატონო. ჯარი გავაძლიეროთ, ხო, სანამ ეს ომი მიმდინარეობს, ჩვენ კიდე გვაქვს ამოსუტყვის საშუალება. მე კაცმარიზის სანამ ეს არის, უნდა მოვასწროთ რეფორმების გატარებაც, რა ქვია, იმ ჯარის გაძლიერება და ბევრი რაღაცა რა. იგივე განათლების სფერო არის კატასტროფულ მდგომარეობაში და თუ ეს არ გამოსულა და სხვა ჩვენ არაფერს აზრი არ არის. არანაირი სიკეთე არ გველის რა. კი ბატონო. ბატონო, ბიზნესის თავისუფლება და ავიცი ყველაფერი. კი ბატონო. ბატონო და მონოპოლიებისგან თავისუფალი ბაზარი ბოლოს და ბოლოს ეს ფასები მართლა იყოს ნორმალური და ადეკვატური. და იგივე უაზრო ქალავშენა კორუფციაც არის ახლა არ არის დასამალი რა. კორუფცია იგივე ქალავშენებლობაში ბევრ რაღაცაში არის, რომელიც არის აღმოსაფრთხელი რა, იმიტომ რომ ქვეყანა ზარალდება. თბილისი რაც დაამსგავსა ხედავთ ხო? ასე იგი იმ დღეს ვაკეში ვიყავი ყიფშის ქუჩაზე ერთ-ერთი გადასვლილი იყო ჩვენი თანამშრომელი და კუბოა რა პირდაპირ იქ გარშემო სიცოცხლე არ არის იქ როგორ ცხოვრობს ხალხი მე არ ვიცი რა ქვია ნუ ხარც ჰაერი კი ბეტონი არც ჰაერია იქ ან ბავშვი პირდაპირ ქუჩაში გამოდიხარ არც სტადიონი არაფერი არ არის რა კი ბატონო ბატონო ძალიან დიდი მადლობა ჩვენი გაცემის პირველ ნაწილით რომ ამოიწრო ჩვენ მცირე ხნით გემშვიდობები და გველოდეთ მცირე ხანში მეორე სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით